მერთხელ როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესაბოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან უჩვენო მტკივანი ფეხი და შველას თხოვა. ნახა რა ასეთ გასაჭირში ცხოველი ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭებული ხიჭვი. ნაჭრილობებიდან გამოვდინა სისხლი და სითხე დაგუბებული. ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია ჩხვით. ლომი მალე განიკურნა. ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. ლომი ხორცს აღარ ჭამდა. ამიერიდან ბერი საკვებად აძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს. წმინდა მამამ ლომს სახელად დაარქვა იორდანე. ამის შემდეგ ლომმა 5 წელი დაჰყო ბერთან განუშორებელად. გავიდა დრო და ბერი გარდაიცვალა. ღვთის განგებით ლომი მაშინ არ იყო იქ. ცოტა ხნის შემდეგ მონასტერში დაბრუნდა ლომი და იწყო ბერის ძებნა. ბერის მოწაფემ ამბა სამბატიოსმა სევდიანად უთხრა ლომს: იორდანე, დაგვტოვა ჩვენო ბერმა ობლა და წავიდა უფალთან. მოდი და მე გაჭმევ. ლომმა არ ისურვა საჭმლის მიღება. მაშინ მამა სამბატიოსმა უთხრა მას: რადგან არ გჯერა ჩვენი ნათქვამი, წამოდი და გიჩვენებ იმ ადგილს, სადაც დავმარხეთ ჩვენ მამა და წაიყვანა ლომი ბერის საფლავთან. აი აქ მარხია ჩვენი მამა. ლომი აღარ მოშორებია საფლავს. იწყო საფლავზე თავის რტყმა და ასე საფლავს დააკვდა. მამებმა ლომი გერასიმეს საფლავთან სიახლოვეში დაკრძალეს. ეს საკვირველი ამბავი უფალმა დაუშვა იმისათვის, რომ ყველას წინაშე ედიდებინა მისი ჭეშმარიტი მადიდებელი წმინდა გერასიმე პალესტინელი, არა მარტო ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, არამედ ამ ქვეყნიდან გასვლის შემდგომაც კი. ამით უფალმა გაგვახსენა ისიც, თუ როგორ ემორჩილებოდნენ ადამიანს მცხეცები, ვიდრე იგი იყო უცოდველი და ცხოვრობდა სამოთხეში. Baby